რა წიგნები ვიყიდე წიგნების დღეებზე. მოდით დავათვალიეროთ. ამ ბოლო დროს არ ვყიდულობ იმდენ წიგნს, რამდენსაც ადრე ვყიდულობდი. სულ ვიყიდე 3 წიგნი და თქვენი აზრით ამ 3 წიგნში რა გადავიხადე? 15 ლარი. პინგვინის გამომცემლობაც არის აი ამ ხელოსქილი წიგნიც, რომელიც ვნახოთ რა არის. და ერთი მოთხრობა. სამივე არის უცხო ენაზე. და სამივე ვიყიდე წიგნის სახლში. სტენდთან სულ რაღაცას ვყიდულობ ხოლმე. ძალიან მომწონს, რომ ბევრი ბუკინისტური წიგნი აქვთ. პირველი წიგნი, რომელიც შევარჩიე, იყო ეს. A Short History of English Literature. ინგლისური ლიტერატურის მოკლე ისტორია. ამ თემაში გასარკვევად ძალიან კარგი დასაწყისია. მიხარია, რომ ინგლისურ ენაზე წიგნები გროვდება ჩემს ბიბლიოთეკაში. შემდეგი წიგნი არის ოსამუ დაზაის მოთხრობა. ამ წიგნის ყიდვას არ ვაპირებდი. უბრალოდ დასაწყისი რო წავიკითხე პირველი გვერდი, იქვე ისე დამაინტერესა და ისე კარგად ეწერა, რომ მეთქი ვიყიდი. იაპონური ლიტერატურას დიდად არ ვიცნობ, ამიტომ სადმე გზაში რომ მიდიხარ, ასევე შეგიძლიათ დაასრულო. ან შეიძლება წიგნმა დაგასრულოს. I don't know. როგორც წავიკითხე, ეს მოთხრობა არის ხიდი ავტორის რეალურ ცხოვრებას და მის ყველაზე ცნობილ რომანს შორის აღარ ვივარგებ ადამიანად. ვინც აპირებთ წაიკითხოთ აღარ ვივარგებ ადამიანად, აქამდე შეგიძლიათ ეს წიგნი წაიკითხოთ. მე-19 საუკუნის იაპონური ეგზისტენციალიზმიდან გადავედით მე-20 საუკუნის საფრანგეთში. და მესამე წიგნი, რომელიც რატომღაც ყველაზე მეტად მიხარია, ამ ხელა ფრანგული წიგნია ვიქტორ ჰიუგოზე. ეს წიგნი არ არის მხატვრული რომანი, არამედ ეს არის მისი პოლიტიკური ნაწერების, სიტყვით გამოსვლების და ესეების კრებული. ამ წიგნში ჰიუგოს ვიცნობთ როგორც არა მხოლოდ მწერალს, არამედ დიდ საზოგადო მოღვაწეს, რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა შინდელ საფრანგეთზე. ეხლა ვკითხულობ დეტალებს ამ წიგნზე და ძალიან საინტერესო რაღაცები წერია. ესე იგი, ყველაზე დიდი ნაწილი წიგნის შეადგენს ჰიუგოს გამოსვლებს პარლამენტში და წერილებს გადასახლებიდან. შემდეგ ნაწილში არის ესეი, სადაც ის პარიზის სულზე საუბრობს. შემდეგ არის პერსონალური ტექსტები, რომლებიც მან თავის შვილებს მიუძღვნა, ზოგადად ღირებულებებზე და მემკვიდრეობაზე. ბოლოს არის მისი ლიტერატურული ანდერძი, ანუ მისი ფიქრები ლიტერატურის როლზე საზოგადოების შეცვლაში. მოკლედ, ძალიან საინტერესოა და იმედი მაქვს ამ ფრანგულს მალე წავიკითხავ. Stay tuned. აი ეს 3 წიგნი ვიყიდე.